ხო და მეც მთელი ის პერიოდი ვფიქრობდი, რომ რამ მათქმევინა, აი რა მინდოდა, იმიტომ რომ დისკომფორტი შემექმნა ამისგან რა, მეც დავიბენი, აღარ ვიცოდი როგორ მოუქცეულიყავი, ეს კომენტარებიც რაღაც მომენტში უკვე მაწუხებდა. გამარჯობა, მე სოფო ვარ და ეს არის ჩემი პოდკასტის პირველი ეპიზოდი. საკმაოდ რთულ რამეს მოვეჭიდე, საკმაოდ ვნერვიულობ, არ არის მარტივი გულწრფელობა და მით უმეტეს საჯარო გულწრფელობა. და სწორედ ამიტომ პირველივე ეპიზოდის თემა დავარჩიე გულახდილობის ნაბახუსევი. პირველად ეს სიტყვები რომ გავიგე, ვიფიქრე სოფო, აი ზუსტად შენზეა ეს სიტყვები, რა კაი აღწერა. მე ცოტა კიდე უფრო მეტი რომ ვიფიქრე, მივხვდი რომ მარტო ჩემზე კი არა, თითქმის ყველა ჩვენგანზე არის ეს სიტყვები. გინდა გიჭირდეს გულახდილობა და გინდა არ გიჭირდეს, მაინც სადღაც დისკომფორტი ყველა ვარიანტში არის. რატომ გრძნობთ თავს მარტოსულად, გარიყულად, უცხოდ? იმიტომ რომ გულახდილობის გვეშინია, გულწრფელობის გვეშინია. ემანდ ფარდა რო ავხადოთ ყველაფერს, ანუ ჩვენს ემოციებს და სცენაზე გამოვიდეთ, შეიძლება ვიღაცამ აღარ მიგვიღოს. შეიძლება ვიღაცას ისე აღარ მოვეწონოთ, როგორც მანამდე მოვწონდით. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ძალიან სუსტები ვართ. ვიღაცისთვის შეიძლება ჩვენი მოწყვლადობა სასაცილოც არ იყოს. ვიღაცამ შეიძლება ეს ბოროტად გამოიყენოს. შეიძლება საერთოდ ჩვენი გულახდილობით ავდგეთ და გადაყვარების მიზეზიც კი მივცეთ ჩვენს ახლობლებს. აბა, აი ეს ფიქრები არსებობს. სწორედ ამ ფიქრებს და ამაზე ნერვიულობას ჰქვია გულახდილობის ნაბახუსევი. ეს ჩემი მოგონილი სიტყვები ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემი თარგმანი ნამდვილად არის. თან რა უცნაურია, რომ გვინდა რომ ადამიანებს ვუყვარდეთ, ადამიანებმა ჩვენი ნამდვილი სახე დაინახონ, მიგვიღონ, ისეთები როგორები ვართ და ამასობაში უზარმაზარ ჩინეთის კედელს ვაშენებთ ჩვენ წინ. ემანდ ვიღაცა ზედმეტად არ მოგვიახლოვდეს, რა იცი რა ხდება, საფრთხილო ამბავი არის. ემანდ ვინმეს არ შევეცოდოთ, ან ვინმე არ დაგვცინოთ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვადგინოთ ჩვენი გულწრფელი ემოციებით. 1000 რაღაც შეიძლება მოხდეს. ეს შეგრძნებები ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება მოგივიდეს. შეიძლება მეგობართან შემთხვევით შემოგეგულწრფელოს, როლებში შეიჭრა რა, ან თუნდაც უცხო ადამიანთან რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ დამმართნია. შეიძლება თერაპიაზე დაგემართოს ეგეთი რაღაც, რომ მან თუ მაგისთვის ხარ მისული, მაგრამ იმდენად უცხო იყოს შენთვის, რომ მანდაც კი ვერ გაიხსნა ბოლომდე ადამიანი. ერთი ესეთი შემთხვევა მახსენდება, ახლო წარსულში მოხდა რა. ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და პლუს, ჩემთვის უცხო ადამიანებიც იყვნენ იქ. რაღაცაზე გულწრფელად ვთქვი, რომ მეშინია მეთქი. და ამ მეშინიას მოყვა ყველანაირი რეაქცია, რაც კი შეიძლება არსებობდეს. მეშინია რო გესმის. ზოგმა მასხრა დამიგდო, გადაობა დამიწყო, ზოგმა დამშვიდება დამიწყო, ზოგმა ინერვიულა და ეს ოღონდ მთელი ის პერიოდი, რაც ერთად ვიყავით, არ განელებულა, პერიოდულად სულ აი რაღაცა კომენტარები მოდიოდა რა. მე არ ვიძახი, რომ ცუდი განზრახვა იყო იქ, პირიქით ძალიან სასიამოვნოა ადამიანი, რომ შენზე ზრუნავს, ან თუნდაც ეს გადაობაც
ჩემი აზრით ისევ ცოტა თავდაცვის ამბავიც არის რა, ანუ საწყენი ნამდვილად არ არის. ადამიანებმა ხშირად არ ვიცით ხოლმე როგორ მოვიქცეთ და მით უმეტეს ძალიან უცხოა ის სიტუაცია, როცა ესე ერთ-ერთი თქვენგანი ადგება და აი აქ და ახლა მეშინია იძახის. ვიცი რა არის ახლა მე აი ამისი შემეშინდა ძალიან, ვერ მოისმენ. თუ გინდა დავნიძლავდეთ. ხო და მეც მთელი ის პერიოდი ვფიქრობდი, რომ რამ მათქმევინა, აი რა მინდოდა, იმიტომ რომ დისკომფორტი შემექმნა ამისგან, რა მეც დავიბენი, აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ეს კომენტარებიც რაღაც მომენტში უკვე მაწუხებდა. მერე იმაზეც ვიფიქრე, რომ ამ ადამიანებს დისკომფორტი შევუქმენი და მოკლედ აი თუხ-თუხი დაიწყო ტვინმა რა. უკან რომ დამაბრუნოთ, იგივეს გავაკეთებდი ზუსტად. რა ვიცი რა მოხდა, ადამიანები ვართ, ყველას გვეშინია რაღაცის, ყველას გვწყინს, ყველა შეიძლება გაუბრაზდეთ, ყველას გვიხარია. ეს სიტყვები გულახდილობის ნაბახუსევი ეკუთვნის ბრენე ბრაუნს, რომელიც არის ამერიკელი პროფესორი, მკვლევარი, საჯარო პირი, რა ვიცი, ყველაფერი ერთად. ზუსტად ამ თემაზე რომ ვმუშაობდი, მაშინ წავაწყდი მის ვიდეოს, სადაც იგი საუბრობს გულახდილობის დადებით მხარეებზეც. ანუ გულახდილობის ნაბახუსევი ხო აქვს ახსნილი და უშუალოდ რა არის და როგორ არის და მართლა ეგეთი ზუსტი აღწერა მე არ ვიცი. და პლუს ერთი ვიდეო აქვს, სადაც ლაპარაკობს იმაზე, რა პლუსები აქვს გულახდილობას. შემიძლია ბმულიც გაგიზიაროთ თუ დაგაინტერესებთ. ამ ქალის კვლევის თანახმად, ადამიანებს რომ ეკითხები რას ფიქრობენ სიყვარულზე, ახსენდებათ გულისტკენა. რომ ეკითხები რას ფიქრობენ ადამიანების გარემოცვაში ყოფნაზე, ანუ ადამიანის ჯგუფში კომფორტულად ყოფნაზე, ახსენდებათ გარიყვა. ეს რაღაც იგივე ვარიანტია რა, 100 ჭიქას რო გამოძერწავთ იხისგან და ამასიდან ერთი რო არ გამოგივა. და რო კითხავენ რომ აბა როგორ ჩაიარა, კარგად ჩაიარა და შენი პასუხი როა რომ არასაშინელება იყო, ერთი ცალი არ გამომივიდა. ის 99 სად არის? სად მიდის? ეს ქალბატონი დაინტერესდა, რომ რატო ხდება ესე რა, რატო ამახსოვრდებათ მაინდა-მაინც ცუდი რაღაცები ადამიანებს ამ ურთიერთობებიდან და კავშირებიდან და აღმოაჩინა, რომ აი ამ ყველაფრის უკან დგას სირცხვილის გრძნობა. სირცხვილი, ანუ კავშირის გაწყვეტის შიში. ისეთი რამე ხომ არ არის ჩემში, რასაც ხალხი ხედავს, იცის და ამის გამო შეიძლება ჩემთან ურთიერთობა აღარ მოუნდეთ. შეიძლება არ ვიმსახურებდე ურთიერთობებს. სირცხვილის გრძნობა ზოგადად ყველა ჩვენთაგანს აქვს, ადამიანებს გვაქვს, ესე არ იცოდით ზუსტად ვიცი. მაგრამ იმაზე საუბარი, რისიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ჩვენ გვრცხვენია, ძალიან ძნელია. და რაც უფრო ნაკლებს საუბრობთ ამაზე, მით უფრო დიდია სირცხვილის გრძნობა. ამ შეგრძნებას საფუძვლად უდევს ისეთი ფრაზები და ფიქრები, როგორც არის, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი, მე არ ვარ საკმარისად იდეალური, მე არ ვარ საკმარისად ლამაზი, არ ვარ საკმარისად კეთილი, არ მაქვს საკმარისად ბევრი ფული და ასე შემდეგ. ბრენე ბრაუნის კვლევაში 1000-ობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს ადამიანები მან დაყო ორ ნაწილად. პირველი, ვისაც გულახდილობა არ უჭირდა და შეეძლო გულწრფელად საუბარი თავის ემოციაზე, შეგრძნებებზე და ასე შემდეგ. და მეორე ვარიანტი იყო, ვისაც ძალიან უჭირდა ამის გაკეთება. შემდეგ დაინტერესდა, რა აძლევდათ პირველი კატეგორიის ადამიანებს სიმამაცეს, რომ ყოფილიყვნენ გულახდილები. ბევრი ეძება თუ ცოტა ეძება, გაარკვია, რომ ამ ადამიანებს აქვთ სიმამაცე მიიღონ საკუთარი თავი
ნაკლოვანებებით. ანუ გააზრებული გქონდეთ ის, რომ არ არიან იდეალურები. შესაბამისად, ამას კი საფუძვლად ისუდევს, რომ თავიანთი თავის მიმართ არიან მიმღებები, კეთილები, თბილები, უყვართ საკუთარი თავი და ეს აძლევთ ამის საშუალებას, რომ გულწრფელად ისაუბრონ თავიანთ შეგრძნებებზე. კი ბატონო, მეც გავავლე ახლა პატარა კავშირი ჩემსა და ამ პირველ კატეგორიას შორის, აი დაარწმუნებული ვარო თქვენც. ხუმრობ, მაგრამ ისე ძალიან ვცდილობ და რა თქმა უნდა ისიც აღსანიშნია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ ნერვიულობენ ან დისკომფორტი არ აქვთ გულახდილობისას, უბრალოდ თვითგვემაში არ ვარდებიან, მერე შფოთვები არ უძლიერდებათ და ვაი დედა ეს რა ვქენი და ეხლა რომ ნაგავში მომისროლონო არ ფიქრობენ ამას. ასეთ ადამიანებს სიტყვა უნდა არ აქვთ ლექსიკონში, არც თავში. არ ფიქრობენ, რომ ესეთი უნდა იყოს, ის უნდა გააკეთოს, ეს არ უნდა გააკეთოს და შესაბამისად უფრო მარტივიც არის საკუთარი თავის მიღება და შემდეგ ამაზე ლაპარაკი. ანუ რა გამოვიდა, რომ ეს ადამიანები არიან ავთენტურები. ასევე ასეთი ადამიანები თურმე ამბობენ, რომ რამაც ისინი მოწყვლადები გახადა, ზუსტად ეგ არის, რაც აძლევთ მათ ბედნიერების, სილაღის და თავისუფლების შეგრძნებას. ბინგო. მე მაგალითად მომსვლია, რომ რაღაც ცუდი ამბავი გამიგია და იქვე ვინც ყოფილა იმისთვის გამიზიარებია ეს ემოციები, რაც იმ წამს მომაწვა. მერე მიფიქრია, ვაიმე, ეს რა გავაკეთე, ეხლა ის რას იფიქრებს, შეიძლება ცუდი ადამიანი ვეგონო, შეიძლება ბოროტი ვეგონო, შეიძლება ის, შეიძლება ეს. ჩხუბის დროს ხო საერთოდ ისეთ დღეში ვარდები და ისეთი რაღაცები ამოგდის ადამიანს პირიდან, რომ უი. და ვაი. და სიმთვრალეზე აღარ ვისაუბრებ. იმიტომ რომ მგონია, რომ ზუსტად ეს ნაბახუსევით ძალიან უხდება სიმთვრალეში ატლიკინებულ ადამიანს რამდენიც გინდა იმდენი ყოფილა, რომ მილაპარაკია და მე მიფიქრია მეორე დღეს, რომ ალბათ ის როგორ დავღალე, წარმოდგენაც არ მინდა. როგორც მინიმუმ რა. ძალიან მინიმალურ რაღაცებს ვიხსენებ ახლა. პრინციპში რა შორს მივდივარ და TikTok-ის ვიდეოებით დავიწყე მოღვაწეობა და მართლა ყველა TikTok-ის ვიდეოზე გული მისკდებოდა, მივარდებოდა საგულედან. თან ეგ ხო მარტო ფიქრები და ის შფოთვები არ არის, ფიზიკურადაც გრძნობ, შეიძლება ესე უცებ ჩამოგცხება, უცებ გული აგიჩქარდება, სუნთქვა აღარ ყოფნის, რომ დედა. და ეგ არ ვიკმარე და ეხლა YouTube-ზეც მოგაკითხეთ. ხო და შესაბამისად ძალიან დიდი мотиваცია იქნება ჩემთვის თუ გამომიწერთ და კომენტარებშიც გამომესარჩლებით. ანუ თქვენს აზრს გამიზიარებთ და იმასაც გამიზიარებთ, რამე იდეა ხომ არ გაქვთ, რაზე გნებავთ, რომ სამომავლოდ გულწრფელად ვისაუბროთ. თუმცა შემდეგი ეპიზოდი უმძიმესი იქნება და ურთულესი იქნება ჩასაწერა, წინასწარ ზუსტად ვიცი, უბრალოდ რადგან ეს გადავწყვიტე, რომ გავაკეთო, ამას გავაკეთებ. თვითონ მოქმედი პირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რაც უფრო მეტად აჟღერებს შენს ემოციებს, შენს ფიქრებს, შენს შეგრძნებებს, მით უფრო მისაღები ხდება ეს შენთვის. და ძალიან გეხმარება მერე ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ რაც უნდა ისი ფიქრონ, რაც გინდათ ისი ფიქრეთ, როგორც გინდათ ისე შემომხედეთ, მაგალითად მე თუ გნებავთ
შეგეცოდოთ თუ გნებავთ გული აგიჩუყდეთ, თუ გნებავთ დამცინეთ, თუ გნებავთ განმსაჯეთ. არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს ლაპარაკები თავის საქმეს აკეთებს. ანუ რასაც ემსახურება, იმას დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მოემსახურება. იუსამას მიღებული მაქვს მართლა, რომ უნაკლო არ ვარ, არც მე და არც თქვენ, არავინ უნაკლო არ არის. ყველას აქვს შეგრძნებები, სირცხვილის შეგრძნებებიც ყველას აქვს, შიშისაც, სიხარულისაც, სევდისაც და ასე შემდეგ. თუ რა თქმა უნდა, რობოტი არ ვართ რომელიმე. თან რაში არის საქმე? როცა ნეგატიურ ემოციებს აბუჟებ ადამიანი და არ ხარ გულახდილი, შესაბამისად ამ ემოციების მიღებაც გიჭირს, შეგრძნებაც გიჭირს, დაკვირვებაც გიჭირს, დაბლოკილი გაქვს. დაბლოკილი როცა გაქვს, გიბუჟდება ეს ემოციები და კი, მაგარია რომ გიბუჟდება, მაგრამ მერე კარგი ემოციებიც ბუჟდება და საბოლოო ჯამში ხარ ყოვლად გაბუჟებული, შემდეგ უკვე გიჭირს ურთიერთობაც, კომუნიკაციაც და იმის გაგებაც საერთოდ რა შეგრძნებები და ემოციები გაქვს. აი, დადებითი, მე უფრო კარგად თქვი, მე მგონი ვიდრე ბრენე ბრაუნმა, ხო? ახლა რომ დავადგინოთ, რისი თქვა მოსულა და რისი არ მოსულა. ეს ძალიან ინდივიდუალურია, ძალიან პირადი არის და იდეაში აქ საიდუმლოებების და მძიმე ისტორიების გაზიარება არ არის მთავარი. ემოციების გაზიარებაზეა ლაპარაკი და ემოციურ გულახდილობაზეა საუბარი. და მგონია, რომ ძალიან საჭირო რამე არის. თუნდაც ის, რომ თქვენ რაღაცის გაკეთება არ გინდათ და არას ვერ იძახით, ესეც უკვე სურვილის დაბლოკვა არის, ესეც უკვე შენი აზრის და ემოციის უარყოფა არის და რა თქმა უნდა, კარგი არაფერი არ მოაქვს მერე სამომავლოდ ჩვენთვის. რა თქმა უნდა, გულწრფელობა და გულახდილობა არ არის უტაქტობა. და სხვაზე შენი აზრის გაზიარებისას თუ ზედმეტად გულწრფელი ხარ და ხისტი და პირდაპირი, ეგეც არ ვიცი, მე ჩემთვის არ არის მისაღები უბრალოდ ვიღაცისთვის შეიძლება ნორმალური იყოს, მაგრამ ასე შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს აწყენინო. მე მაქვს კონკრეტულად იმაზე საუბარი, რომ ადამიანმა თავისი გააზიაროს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კონკრეტულად იმაზე, რომ შენთვის რა მოაქვს შენივე ემოციებზე გულახდილად საუბარს. ახლა კიდევ ერთხელ მაინც აღვნიშნავ, რომ მე არც კოუჩი ვარ, არც ფსიქოლოგი ვარ, არაფერი პროფესიონალის ამ კუთხით არ მაცხია, უბრალოდ ჩემს გამოცდილებას და ფიქრებს გიზიარებთ. და საბოლოოდ დასკვნასაც გაგიზიარებთ, რატომ არის კარგი გულახდილობა. აქამდეც ვახსენე რამოდენიმე მიზეზი, მაგრამ კიდევ დავამატებ იმას, რომ გულახდილი როცა ხარ, საკუთარი ემოციების მიღება, გააზრება და დაკვირვება ბევრად მარტივია, მაგრამ მარტო ეს არ არის, ამას ემატება კიდევ ისიც, რომ სხვებსაც უმარტივდება ჩვენთან კომუნიკაცია, შეგრძნება უჩნდებათ, რომ მარტოები არ არიან, უფრო გახსნილები არიან შენს მიმართ, ურთიერთობებიც უფრო მყარია და შენც გიჩნდება იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ხარ. ანუ ყველაფერი რაღაცნაირად ურთიერთკავშირშია და ურთიერთდამოკიდებულია. კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, როცა გულწრფელი ხარ, შენს ნამდვილად ყოფნას აღვივებ, ავითარებ და ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაბიჯებით ნამდვილი და ავთენტური ხდები და მერე ყველაფერი უფრო მარტივად მიდის ცხოვრებაში. აღარ გიწევს რაღაცების დაძალება, აღარ ფიქრობ რა უნდა ქნა, აღარ ფიქრობ ეს შეგრძნება რატომ მოგივიდა რა არის, იმიტომ რომ იწყებ ამის მოსმენას და ამის მოსმენას რომ იწყებ, ცხოვრებაც ბევრად გიმარტივდება. თუმცა ეხა გულახდილობის დისკომფორტი და ნაბახუსავი მაინც რა თქმა უნდა ჩემთან ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არის და ეხლაც ცოტა აი ეს ჭირს, მაგრამ
ნუ არა უშავს ნელ-ნელა შევეჩვევი ამასაც არ არის ეგეც პრობლემა. ხო და საბოლოო ჯამში თუ ოდესმე იგრძენი რომ ზედმეტი გააზიარე და გულახდილობის ნაბახურსევმაც მოგიკაკუნა, იცოდე რომ ჩემი თითქმის ყოველი დღე ეგეთია. დაკმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ბოლომდე მომისმინე. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ორშაბათს 9 საათზე და დაგიბრუნდებით ბევრად უფრო სენსიტიური და მძიმე თემით, როგორიც არის ორსულობა და მუცლის მოშლა. თქვენ თუ რამეზე გნებავთ რომ მე ვისაუბრო, დამიწერეთ კომენტარებში, არ მოგერიდოთ. ძალიან გამიხარდება თქვენი აზრის მოსმენა და ვეცდები რომ გავითვალისწინო სამომავლოდ. მომავალ ორშაბათამდე.